თაღლითურმა კოლ-ცენტრმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ძალიან ახლოს მდებარეობს, 6100 ადამიანი გაძარცვა და სულ მცირე 35 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. სტუდია მონიტორმა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში იპოვა ეს კომპანია, თანამშრომლები და კომპანიის რეალური მმართველი, რომელიც საგულდაგულოდ იმალებოდა. თაღლითური კოლ-ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში გამოგონილი სახელებით, ფოტოებითა და პასპორტებით ურეკავდნენ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს და ყალბ კრიპტოვალუტაში ფულის ინვესტირებას თავაზობდნენ. შემდეგ კი მათ ძარცვავდნენ. შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის შიდა ფაილები, როგორიცაა სატელეფონო ზარები, ყალბი დოკუმენტები, რომელსაც კოლ-ცენტრები იყენებდნენ და მათი სამუშაო კომპიუტერების ჩანაწერები. ჟურნალისტები თვეების განმავლობაში ვსწავლობდით, როგორ ძარცვავდნენ კოლ-ცენტრის თანამშრომლები ადამიანებს, შემდეგ კი როგორ დასცინოდნენ მათ. ისინი ერთმანეთთან კონკურენციაშიც შედიოდნენ, ისეთი პრიზებისთვის, როგორიცაა ავტომობილი BMW და iPhone. მათი მმართველები აგენტებს ახალისებდნენ და ხშირად მკაცრად მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაძარცვისკენ. საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია ფულის გათეთრებისა და თაღლითობის მუხლით. სხვა დამატებითი ინფორმაცია უწყებას არ მოუწოდებია. აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის დირექტორმა ქონება უკვე გადააფორმა სხვა პირებზე და შესაძლოა ქვეყნიდანაც მიიმალნენ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება გაიცანით სკამერები საქართველოდან.